გამარჯობა მეგობრებო, რამდენიმე დღის წინ ვნახე საინტერესო სტატია გამოცემა Rest of the World-ზე, სადაც ეწერა, რომ ინდონეზიელი ინტერნეტ ინფლუენსერები აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივ არჩევნებში და მაგალითად წინა თებერვალში გამართულ არჩევნებზე 12 მათგანი შევიდა პარლამენტში. ნოემბერში ჩატარებულა ადგილობრივი არჩევნები და დაახლოებით 20-მდე ინფლუენსერს მიუღია მონაწილეობა, მათ შორის ისეთები, რომლებიც ზოგადად პოლიტიკაზე არ ლაპარაკობენ, არამედ მაგალითად რაღაცა ოჯახის ბლოგები აქვთ, ან სულაც მაკიაჟის და ტანსაცმლის და ასე შემდეგ. იმ სტატიაში ეწერა, რომ ეს არის გლობალური ტენდენციის მაჩვენებელი, რომ ზოგადად რაღაცა პოლიტიკური ლიდერშიპის მიმართ არის ნდობა დაკარგული და ჩვენ ვნახეთ, რომ მაგალითად ამერიკაში ამ არჩევნებზეც სერიოზული გავლენა ჰქონდა ონლაინ ინფლუენსერებს, იქ მაგალითად ტრამპი, როდესაც დღემდე ლაპარაკობს TikTok-ზე, ის ამბობს, რომ TikTok-მა ძალიან დიდი როლი ითამაშა მის არჩევაში, გამარჯვების სპიჩი როცა ჰქონდა არჩევნების დასრულებისთანავე და შედეგების გამოცხადებისთანავე იქ მან და მისმა რამდენიმე თანაგუნდელმა მადლობები გადაუხადეს იქ პოდკასტის წამყვანებს, მათ შორის ჯო როგანს და ასე შემდეგ და შესაბამისად, ეს ტენდენცია უფრო ნედლი და უშუალო ურთიერთობა მომხმარებელთან და იმ ხალხთან, რომელიც ესე პირდაპირ მიჩვეული არის უკვე რომ რაღაცა თვითონ ელაპარაკება იმ ხალხს, რომლისგანაც მიწოდებული ინფორმაცია მოსწონთ, ეს უკვე კიდევ უფრო იზრდება, იმიტომ რომ ხა ზოგადად ეს მომენტი, რომ პოლიტიკა და ინტერნეტი და ურთიერთობები მომხმარებელსა და თქვათ კონტენტ მეიკერებს შორის არ არის ახალი ტენდენცია. იქ მაგალითად ჩვენ გვახსოვს არაბული გაზაფხული იყო თავის დროზე, როდესაც ტვიტერიდან დაიწყო პროტესტები ეგვიპტეში, საქართველოსაც აქ ამისი საკმაოდ დიდი გამოცდილება, მაგალითად ინტერნეტ კულტურის გარიჟრაჟზეც კი 2004 წელს იყო, როდესაც აი სოციალური ქსელები საერთოდ არ არსებობდა და ჯერ კიდევ რაღაც discussion board-ების და ფორუმების ეპოქა იყო ინტერნეტში. მაშინ ფორუმჯის მომხმარებლებმა ესე სპონტანურად ერთ-ერთ განყოფილებაში, პოლიტიკის განყოფილებაში წამოვიწყეთ საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ერქვა რეაქცია და 10 დღიანი დიდი პროტესტი ჰქონდა რუსეთის საელჩოს წინ, რა თქმა უნდა, რუსეთს ვაპროტესტებით მაშინ და რუსების სამშვიდობო ჯარების საქციელებს საქართველოში. მოკლედ, ესეთი მაგალითები არის უამრავი და ინდონეზიის მაგალითმაც იმიტომ მიაქცია ყურადღება, რომ ზოგადად ეხა ჩვენ ამ საპროტესტო ტალღები რაც არის საქართველოში, ამ თემაზეც ძალიან ხშირი არის, ჩვენ ხედავთ, რომ პროპაგანდისტული მედიაც უწევს სხვადასხვა ინფლუენსერებს, რომლებიც გამოდიან და თავის აზრს აფიქსირებენ, გააქტიურებული ინტერნეტ ტროლბოტების მანქანა, რომელიც ყველას და ყველაფერს უწევს, ფლუდავს, ცდილობს რომ რაღაცა კონფლიქტები გამოიწვიოს კომენტარებში და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ქართული და რაღაცა უნიკალური გამოცდილება არ არის, ეს არსებობს მსოფლიოს გარშემო და კიდევ ერთხელ, როგორც იმ სტატიაში არის ნახსენები და ამას ვეთანხმები, ეს კარგად აჩვენებს იმას, რომ ზოგადად აი ეს რაღაცა პოლიტიკოსების თითქოს რაღაცა ეს პედესტალზე შემომდგარი და რაღაც ხელშეუხებელი და რაღაც განცალკევებული სტატუსი ხალხისგან ეს ნელ-ნელა იშლება, მით უმეტეს აი ამ ზღვარს და რაღაცა ურთიერთობას აქტიურად შლის. სოციალური მედია, განსაკუთრებით TikTok-ზე იგრძნობა ეს, იმიტომ რომ იქ რაღაცა ეგრეთ წოდებული ბაბლის გარღვევა მოხდა ინტენსიურად და თქვათ ისეთ ადამიანებს შეიძლება მიწვდერო, რომლებსაც საერთოდ იქ Facebook-ზე თუ Instagram-ზე ვერასოდეს ვერ მიწვდებოდი და შესაბამისად მე მგონია, რომ ამ ტენდენციას კარგი იქნება თუ ქართველი ინფლუენსერებიც აუბავენ მხარს, იმიტომ რომ ჩვენ აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელმაც მოგვაწოდა ბევრი ინფორმაცია, იქ უფრო სწრაფად მოდის, უფრო ობიექტურად მოდის, იქ პროპაგანდის მანქანა ხანდახან ვერ ერევა ამას საერთოდ და უფრო მეტი კარგი პოლიტიკური კონტენტი რო შეიქმნას. მოკლედ, ამის თქმა მინდოდა, რომ ზოგადად ინტერნეტში ხალხთან ურთიერთობების აწყობა შენს ფოლოვერებთან და მე ამის ნიადაგზე რაღაცა პოლიტიკაში გადასვლა და რაღაცა ეს ჩვენ ხედავთ, რომ ეხა საქართველოში ამდენად არის ეს არ ვიცი, მაგრამ აგერ ინდონეზიაში არის ამისი მაგალითი და ნახოთ როგორ განვითარდება სხვა ქვეყნებშიც. ზოგადად საინტერესო თემა არის ეს და ამაზეც მოგაწვდით ხოლმე რაღაც ინფორმაციებს თუ ვნახავ, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესა და ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, კარგი იქნება თუ ის ქართველ ჭკვიანი ანალიზის უნარის მქონე ადამიანები, რომლებიც გამოჩნდნენ ამ დღეებში, როდესაც პროტესტი მიმდინარეობდა და დაგვანახეს სინამდვილეში რა არის კარგად მოწოდებული ინფორმაცია, როგორ უნდა დავამარცხოთ პროპაგანდა, თუ როგორ უნდა ვეურთიერთოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცოტა ყვაყმარობენ ან გაურკვევლობაში არიან. ესეთი ადამიანები თუ წამოიწევენ ნელ-ნელა წინ და რაღაც მომენტში გადაიბარებენ პოლიტიკურ მოძრაობას, რომელიც ასე თუ ისე წაბილწული არის საქართველოში,
ჩემი აზრით კარგი ტენდენცია იქნება, ხო? არ ვიცი, მოკლედ მითხარით თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით. გარკვეული რაღაცა ისეთი ამპარტაუნული დამოკიდებულებას არის ინტერნეტ ინფლუენსერებთან, რომ ეხლა რა გინა შენ მიხედე მაგ საქმეს და ვიდეოები გადაიღე, მაგრამ ჩვენ ხო კარგად ვიცით ის ხალხი, რომელიც სხედვართ და მუდმივად ვიღებთ რაღაცა ინფორმაციას ინტერნეტიდან, ამ ხალხს უყურებთ, ვეურთიერთებით, ვიცით ვინ არიან, რა ჭკუა აქვთ, რა განათლება აქვთ, რა მოეკითხებათ, რა არ მოეკითხებათ და ასე შემდეგ და შესაბამისად მგონია, რომ პირიქით ძალიან პოზიტიური იქნება, თუ ეს ხალხი ნელ-ნელა მართლაც გადაინაცვლებს არა, უფრო შეუთავსებს, უფრო პირიქით გააფართოვებს თავის მოქმედების არეალს და გარდა იმისა, რომ რაღაცა ინფორმაციას აწვდის და ვთქვათ მომხმარებლის ინფორმირებაზე და რაღაც პასუხისმგებლობის და პოლიტიკური კულტურის აწევაზე არის ეს ხალხი ორიენტირებული, პირიქით რაღაცა უფრო მეტად მოქმედებებზეც გადავა და ამას მე მივესალმები და რა ვიცი, მითხარით თქვენი აზრი ამ თემასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ. მადლობა.